ცა მიწამთა დაბარი თები არათანაბარი ტყეში შიომ დაუბერა ისმის მისი საუბარი ყოველ საგანს ულევს ფერად მისწვე ჩვენის მენამზერა ასო ბგერა ისმის მათი ჟღერა მღერა ცას მოჭედილს ვარსკვლავით მოჭედილსას ნათობების ცვივა წვიმა ფიქრის ჯაფზე ვინაკინძავს სამაჯურად სიტყვის მძივად მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიყურებთ ყველაზე აზარტულ გასართობ საოჯახო პროექტს სიტყვების თამაშს. დღეს მეოთხე ფინალის მეოთხე გადაცემაა და ყავს სტუმრები, ოჯახები, რომლებიც იბრძვიან პარიზის დისნეილენდის საგზურისათვის. მასში ასე ჩვენი მეოთხე ფინალისტები: ოსიძეები, კაპიტანი ანი, მამა ლევანი და დედა მაია. წარმატებები გუსურვოთ გუნდს და გამოვაცხადოთ მეორე ოჯახი. ქორიძეები, კაპიტანი მარიამი, ბიძა რატი და დედა ნანა. წარმატებები გუსურვოთ გუნდს. დავიწყოთ თამაში. პირველი გადაცემა. ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ თამაშს. ბუნებრივია ვიწყებთ კაპიტნებთან ერთად ამ თამაშს, რადგან მრავალწილად ჩვენს გადაცემას, ჩვენს თამაშს და მის ბედს წყვეტენ კაპიტნები, მათი სისხარტე, მათი პოზიცია და მათი, ასე ვთქვათ, თამაში არის გადამწყვეტი, მე ასე ვფიქრობ. ანი და მარიამი ჩაერთვებიან პირველივე ეტაპზე, გვაქვს 900 ბგერა, 40 წამი და რაც შეიძლება მაღალქულიანი სიტყვის დაწერის შესაძლებლობა. მას ასე 900 ბგერა. დაველოდოთ ბოლომდე გაიხსნას და ეს ასობგერებია რ, ჟ, შ, გ, უ, ტ, ძ, ხ, ა. ბევრი თანხმოვანი გვაქვს, მაღალქულიანი, ხმოვანი 2-ია, მოვემზადოთ. გვაქვს 40 წამი, ანი და მარიამ და წამზომი ჩაირთვა. და დრო ამოიწურა. არ იყო იოლი აქედან სიტყვის დაწერა, მაგრამ შესაძლებლობა არსებობდა. მოდი ანი დავიწყოთ შენგან. ჩემი სიტყვა ტურა ტურა, კატა, გელი. როგორც ერთ სიმღერაში. 9 ქულა. მარიამ ძუა 11 ქულა. ძუა 11 ქულიანი. ესე რაღაცა ცხოველთა სამყაროში ტრიალებდით. და ანგარიში გაიხსნა 1-0 დაწინაურდნენ ქორიძეები და მარიამივე გვეტყვის ვინი თუ ითამაშებს მეორე ეტაპს. დედა ნანა და ასევე დედა მაია. დანარჩენები ვიხევთ უკან სამი ნაბიჯით. დედებს აქვთ 30 წამი საიმისოდ, რომ შექმნან სიტყვა. მანამდე 900 ბგერა. და ასობგერებია ჩ, ო, ც, დ, ა, შ, ყ, ქ, ა. უფრო მოქნილი ასობგერების რიგია, მოვემზადოთ წამზომი ჩაირთვა. და დრო ამოიწურა. სიტყვებს ხსნით ჩემგან ხელმარჯვნივ, იხსნება სიტყვა. მაია, თქვენი სიტყვა? ქოშად რამდენი ქულა აქვს? 14 14 ქულა აქვს ქოშად. ნანა? ქადა 10 ქულა ქადა 10 ქულა. ქაშაყად რამდენი იქნება? ქოშადაც შეიძლებოდა. ქაშაყო 2 მართალ. ანგარიში გათანაბრდა 1-1. ახლა ლევანი, მამა, გუნდის კაპიტნისა, ოსიძეების. მამა ლევანი და ბიძა, მარიამის ბიძა რატი
წარდგებიან სიტყვების თამაშის პირველი რაუნდის მესამე ეტაპზე. მათ აქვთ უკვე 20 წამი და 9 ასობგერა. ასობგერები გვაქვს ჩ, ო, ს, ე, ა, პ, ქ, ი. მოვემზადოთ. წამზომი ჩაით. ჩუმად. და დრო ამოიწურა. და ლევან თქვენ გამხსნით? ნუ ეჩო. როგორ? ეჩო. ეჩო რა არის განგვიმარტეთ? ნუ ეს ძაღლი ეჩოზე მყეფარი ხომ არის ლექსიცშიც არის ხო? კი ბატონო, მაგრამ იმდენად იშვიათად გვესმის ეს სიტყვა, რომ უნდა განმარტოთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელობით ეს არის ხელოსნის იარაღი, სათლელი იარაღია და ერდო და იმაში აური ხო? კი ბატონო, ეს ეჩო. ანუ ის ერდო არის გარეთ ეზოს ნაწილი. კი, ხო, რამდენი ეჩო. თუმცა ვთვლით სიტყვას, რამდენი ქულა აქვს? 7 ქულა ხო? 7 ქულიანია, ხო, თორცდები? კი ბატონო, რატი თქვენთან რა ხდება ეჩოზე? სპა 9 ქულა. სპა 9 ქულიანი, მონა სპა. ჩემო ბატონო, ეპოქის იწერა და პასექიც იწერებოდა სხვა შორის. და ანგარიში გახდა 2-1 დაწინაურდნენ თორიძეები. თავიდანვე ეთყობა, რომ ძიმე ბრძოლა გველის. წინ გუნდები მომზადებულნი არიან. და ვნახოთ, აი ამ ანგარიშით გადავდივართ მეორე რაუნდში სახელწოდებით სიტყვების ლაბირინთს. მაშასე ვიწყებთ სიტყვების ლაბირინთს, პაექრობა მიდის, ასპარეზობა მიდის ოსიძეებსა და ქორიძეებს შორის. ანგარიში არის მინიმალური 2-1. ქორიძეების სასარგებლოდ სიტყვების ლაბირინთში ჩვენ უნდა დავიხსნათ სიტყვები ლაბირინთისგან, სწორედ მინიშნებების საშუალებითა და მეშვეობით. ეს მინიშნებები არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, მოვიპოვოთ ქულას, აუცილებელი არის ამავე დროს მივანიშნოთ თუ სად არის განლაგებული სიტყვა სიტყვების ლაბირინთში, დიაგონალურად, ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, რიცხვების რიგის დასახელების მეშვეობით ასევე. მაშ ასე ვიწყებთ ლაბირინთს, სიტყვების ლაბირინთს. ეს გუნდური თამაშია, აქ მნიშვნელოვანია გუნდის მონაწილეობა, სწრაფი გადაწყვეტილებები და დროის გაჩერება, რადგან ამ შემთხვევაში გეძლევათ სიტყვის თქმის ამოცნობის საშუალება. მაშ ასე პირველი მინიშნება. ის სპეციალურად მთაზე ცოცვისას გამოიყენება, როდესაც ალპინისტები ადიან მთაზე, რა ეწოდება მას, წამზომი ჩაირთო. და ცოტა რთულად წავიკითხე, მაგრამ იმდენად იოლი იყო, რომ გავართულე. აბა ქორიძეებმა ერთი წამით ადრე გააწითლეს, გააჩერეს დრო და მარიამ ვინ უპასუხებს? ბიძა. რატი უპასუხებს? ეს არის წრიაპი. ეს არის წრიაპი, სწორია. აბა გითხარით ადგილმდებარეობა? 16, 25, 34, 43. სწორია. გისარგებლიათ წრიაპით რა? არა. შვენიერი გისურვებთ რომ ისარგებლოთ, შვენიერი შთაბეჭდილებები შეიძლება მიიღოთ და ტაში დარბაზში. ანგარიში გახდა 3-1 და მეორე მინიშნების დრო. თქვენ უნდა გაიხსენოთ ჯანი როდარის ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟის სახელი. ეს არის ფენომენალური ხმის მქონე ბიჭი, რომელმაც იმოგზაურა იქ, სადაც პური საკანცელარიოში, ხოლო მელანი სასურთსათო მაღაზიაში იყიდებოდა, წამზომი ჩაირთო. ამ ბიჭმა ყოფილი მეკობრე და უდიდესი მატყუარად სრულთა ქვეყნის მეფე ჯაკომონი დაამარცხა. მე მგონი ბევრი რამ თქვი იმისათვის, რომ დრო გაჩერდეს რომელიმე გუნდის მხრიდან. დრო მიდის. ათი წამი დარჩა. მე ვხედავ ამას
4 წამი 2 1 დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, ეს იყო გვაქვს პასუხი თუ გვაქვს ისე? სახელი იცით ამ შიპოლინო არ არის, მაგრამ სოგრატი. ეს არის ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში. მე მგონი გახსოვდათ მაინც. შეხედეთ, აი ქულა ვერავინ ვერ აიღო, მესამე მინიშნება სიტყვების ლაბირინთში. ოჰოჰო, ეს დასწრებაზე იქნება ნამდვილად, რადგან ყველას ეცოდინება სიტყვა. დარწმუნებული ვარ, ნანა და ლევანი, აი ნანა ეტყვის თუ ლევანი. მარიამს ნანა და ლევანი ანის. იმიტომ რომ ამაზე ეხა წინასწარ გეუბნებით, ვინ შეიძლება იცოდეს პასუხი და აი თქვენ როგორც კი ეტყვით, იმათმა უნდა გააწვით. მოემზადოთ, რა ერქვა ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირის როსტევან მეფის უხუცეს ვაზირს წამზომი ჩაირთო. და როგორც ვივარაუდე ზუსტად ორივე მიცოდა, ხოლო ლევანმა დაასწრო და გააწითლა დრო გააჩერა ანიმ. ანი, სავარაუდოდ ლევანი უპასუხებს, ხო? მამა უპასუხებს. რატო უპასუხში? სოგრატი. სოგრატი მიღებულია ადგილი. 39 49 59 69 79 სწორია, სოგრატი. ანგარიშია მინიმალური 3, 2 წინარიანი. ქორიძეები და ვიწყებთ ნამდვილ შეჯიბს, დუელს. სიტყვების დუელს. მესამე რაუნდი. მას ასე სიტყვების დუელი ვიწყებთ კაპიტნებით, დანარჩენები ვიხევთ უკან, ანი და მარიამი. თქვენთვის განკუთვნილი სიტყვა არის აი ეს. და ეს სიტყვა არის მებადური, თქვენ ხართ სიტყვების მებადური, მებადურენი და ვიწყებთ მარიამისგან. მარიამ 10 წამი გაქვს პირველი სიტყვა. ბადე. მე მიღებულია. ბადემ. პირველი ბადე არ თქვი? ბადემ. ბადემ თქვი. მიღებულია. და მიღებულია. ბუ. მიღებულია. ბუდ. როგორ? ბუდ. ბუდ მიღებულია. ბუმ. ბუმ მიღებულია. დამ. დამ დარი. დარი მიღებულია. დარი. ბარი. ბარი. ბარი მიღებულია. ਰੂ. მიღებულია ოჩახ. რუმ. მიღებულია. რუდ. მიღებულია. ბედი. ბედი ოჩახ. ბედმა. ბედმა, კარგია. მიღებულია. კარგად თამაშობთ, ახალგაზრდება მომწვა. მი მუსიკალური ნოტი. და. დაიხო მარიამ და ანგარიში გახდა 4-3. 4-3 დაწინაურდნენ ოსიძეები. მესამე რაუნდში და ახლა ანი გვეტყვის ვინ ითამაშებს? მამები. მამები, ლევანი თქვა, აქეთ ბიძაა ჩემო ბატონო. ლევანი და რატი. ბარი ერთად. ახლა ვნახოთ თქვენთვის განკუთვნილი სიტყვა. და თქვენთვის განკუთვნილი სიტყვა არის ორომტრიალი და უნდა ჩაებათ ახლა ამ ორომტრიალში, სიტყვების ორომტრიალში. დავიწყოთ თქვენგან ლევან. 2 მიღებულია. ტარი. მიღებულია. ალი. მიღებულია. ტორი. მიღებულია. ტრიო. მიღებულია. სიჩუმე დარბაზში. თორე არ ჩაითვლება და დამარცხდება. მორი. მიღებულია. ლარი. მიღებულია. ტრიალი. მიღებულია.
არის. ორი არ არის, ტრი. არის, უიაკე პროფილი. 5 წამი. ორმო, მიღებულია. ტიალი, მიღებულია. როგორი კარგი მეოთხე ფინალისტები ყავს. 5 წამი. ლომი, მიღებულია. თქვენი სახელის ფუძეა ლომი, ლეო. მარტი, მიღებულია. მიღებულია. ია, მიღებულია. ლა, მიღებულია. ერთი სიტყვა ვერ ვიტყვი, ყველაზე 5 წამი. ყველაზე მატლი, აუ, ბოლო წამზე თქვა. იამ, მიღებულია. რალი, მიღებულია. ლარი იყო, რალი არ ყოფილა. ილო, მიღებულია. ლირა, მიღებულია. ტრიალი, ტრიალი. ტიალი, მოდი ტიალი. ორივე იყო ტრიალი, ვიტრიალეთ კიდეც და გავტიალდით კიდეც, ბატონ ლევან. ვაპატიეთ და 5-4 ესე მიდის თამაში. აიწონა, დაიწონა. გამარჯვების. ასე ვთქვათ, ქულების მოპოვების თვალსაზრისით და ახლა დედები. მაია და ნანა დანარჩენები ვიხევთ უკან, ამ რაუნდის ბედს გადაწყვეტთ თქვენ და ვნახოთ თქვენთვის განკუთვნილი სიტყვა. ეს არის მომღიმარი. გისურვებთ რომ იყოთ სულ მომღიმარები, წამზომი ჩაირთო, ნანა დავიწყოთ თქვენთან. ღარი, მიღებულია. მიღებულია. მორი, მიღებულია. ღრმა, მიღებულია. მორმა, მიღებულია. ღრმამა, მიღებულია. ხუთი წამი. ირაო, მიღებულია. ღომი, მიღებულია. ღომმა, მიღებულია. ია, მიღებულია. იამ, მიღებულია. ხუთი წამი. რომი, სასმელი, სასმელი მიღებულია. ორი, მიღებულია. ორმა, მიღებულია. ხუთი წამი. 3 2 1 დრო გავიდა. ღორი, 6-4 ისევ აიწონა დაიწონა. 6-5 უკაცრავად, 6-5. მინიმალური სხვაობა გვაქვს. წინ ოსიძეები არიან და ყველაფერს გადაწყვეტს ბოლო რაუნდი სახელწოდებით crossword. მაშ ასეც ვიფასო მეგობრებო, ჩვენ თამაშობთ ოსიძეებთან და ქორიძეებთან ერთად საკმაოდ დაძაბულ, საინტერესო და რთულ თამაშს, მეოთხეთ ფინალურ თამაშს. ანგარიში არის 6-5, წინ არიან ოსიძეები, მაგრამ ეს მუდმივად იცვლება ეს ანგარიში მეტოქეთა სასარგებლოდ. მაშ ასე ჩვენ თამაშობთ crosswords 62 საჯარო სკოლის მოწაფეებთან ერთად. ვისგან დავიწყოთ? ანი, შენგან დავიწყოთ და ვის ირჩევ? მარიამი. მარიამი და ვუსმენთ მარიამს 62 საჯარო სკოლიდან. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბიწაძე, 62 საჯარო სკოლიდან. ჩემი შეკითხვა მეხუთე ნომერია თქვენს crossword-ში. გისურვებთ წარმატებას. ეს ქიმიური ელემენტი ლათინური I სიმბოლოთი აღინიშნება. ის მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება. დაზიანებული კანის ირგვლივ დეზინფექცია. წამზომი ჩაირთო. აუ, რავა ერთად დააჯერეთ. არის შანსი რომ წამის მიასედები დავთვალოთ? რახან წამზომი ერთდროულად იყო დაფიქსირებული, გუნდის კაპიტნებს ხო ყურში მითხრან და რომელიც გაიმარჯვებს ის იქნება. მოდი ანი. მოდი შენც მოდი. მითხარი არა შენ მე ვერ გიპასუხებ კითხო არა შენ. მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, ორივემ
გამოიცნო სიტყვა და ორივეს ქულა. ეს იყო იოდი. მაშინ ასე განაწილდა ქულა, ორი ქულა, თითო ქულა, ორივე მოთამაშეს. განსხვავება იგივეა, ერთი ქულაა 7-6 წინ არიან ოსიძეები და ახლა კროსვორდში კითხვას ირჩევს ანი ხომ? არა, მარიამი უკაცრავად. ნიკოლოზი. მარიამი ირჩევს ნიკოლოს და უსმენთ ყველა ნიკოლოზის კითხვას, რომელიც არის ნომერი გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ ჩიმჩიური 62 საჯარო სკოლიდან და ჩემი შეკითხვა პირველი ნომერია თქვენს კროსვორდში. ერთ-ერთი მცირე ზომის სტაცებელი ცხოველია დედამიწაზე. კვერნისებრთა ოჯახში შედის და მავნე მღრღნელების წამზომი ჩაირთო. აბა სად არის? უნდა გააჩეროს ვინმე დრო. და დრო გააჩერა ანი. ანი ვინ უპასუხებს? დედა. უპასუხებს დედა მაია. სალამანდრა? არ არის სწორი. თუ გვაქვს პირდაპირ გადმოვდივართ თქვენთან, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მოიპოვოთ ორი ქულა და კითხვა ვინ უპასუხებს მაია? მარიამ აიღო თავის თავზე თამაში და სინდიოფალა? ხმამაღლა მითხარი? სინდიოფალა. სწორია. ანგარიში გახდა 8-7, ისევ აიწონა დაიწონა გვაქვს. ეხლა ანის ჯერია და ანიმ უნდა აირჩიოს კითხვა. გიორგი. ანი ირჩევს გიორგის და ჩვენ უსმენთ გიორგის კითხვას. გამარჯობა, მე ვარ გიორგი დოლიძე, 62 საჯარო სკოლიდან და ჩემი შეკითხვა მესამე ნომერია. გეომეტრიაში აბსტრაქტული ობიექტია, რომელსაც არც მოცულობა გააჩნია და არც ფართობი. გრამატიკაში კი ის სასვე ნიშანია. წამზომი ჩაირთო. ქორიძეებმა დაგვასწრეს. ოსიძეებს. მარიამ ვინ უპასუხებს? მე ვუპასუხებ. ეს კითხვა იყო მესამე გახსოვს შენ სავარაუდოდ არა გვაქვს არც ერთი 100 ბგერა გახსნილი, ამიტომ რთულია ამის გამოცნობა და უნდა გვითხრა სიტყვა. წერტილი? მარიამ შენ ირჩე. ნიკა. უსმენთ ნიკას კითხვას. გამარჯობა, მე ვარ ნიკოლოზ ნიკოლაშვილი, 62 საჯარო სკოლიდან და ჩემი შეკითხვა მეოთხე ნომერია. რას ვიწოდებთ წმინდა ადგილას მოსალოცად მომავალ მოწმუნას? წამზომი ჩაირთო. ანი ვინ უპასუხებს? თავად უპასუხებ და პასუხია? პილიგრიმი. პილიგრიმი, სწორია. ვინ ირჩევს? ანი. ნიკოლოზი. ნიკოლოზი. უსმენთ ნიკოლოს. გამარჯობა. ჩემი სახელია ნიკოლოზ გვასალია და მე ვარ 62 საჯარო სკოლიდან. ჩემი შეკითხვა მეორე ნომერია. გისურვებთ წარმატებას. ასე უწოდებენ 5 მუსიკოსისგან შემდგენ ანსამბლს ან 5 ინსტრუმენტისთვის დაწერილ ნაწარმოებს. წამზომი ჩაირთო. აი ხა მარცხენა იყო პირველი. ძვირფასო მეგობრებო, საქმე იმაშია რომ ყველა მიცის კითხვაზე პასუხი ძალიან ძლიერ გუნდებთან თამაშობთ, მაგრამ ასე ვთქვათ, გადამწყვეტი არის ის წამის მიასედები, რომლითაც ფიქსირდება, ჩერდება დრო. ანგარიში არის 10-9, წინ არიან ქორიძეები, ახლა მარიამი უპასუხებს კითხვას. ეს იქნება გადამწყვეტი. კვინტეტი. სწორია. აი ეს იყო გადამწყვეტი, მე ვფიქრობ. წინასწარ გილოცავთ, მაგრამ თამაშობთ ბოლომდე და უსმენთ ბოლო კითხვას. გამარჯობა. მე ვარ ნიკოლოზ თოხაძე, 62 საჯარო სკოლიდან. ჩემი შეკითხვა მე-6 ნომერია. ბავშვების საყვარელი მსუბუქ საჰაერო სათამაშოა, რომელიც მიწიდან დისტანციური მართვის აპარატის გარეშე მარტივად კონტროლდება. წამზომი ჩაირთო. აბა უსმენთ ანის და პასუხია? ფრანი, სწორია. ესე იგი ანგარიში გვაქვს ძვირფასო მეგობრებო 12-11. აი ესეთი ანგარიში დამსრულდა თამაში. ერთნაირი ძალების გუნდებთან გქონდა, ოჯახებთან გქონდა დღეს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ მათ თამაშისთვის გვეცქირა. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დაძაბული იყო თამაში. ვილოცავ მარიამს, ეს იმას ნიშნავს, რომ მარიამ შენს კარგ და ძლიერ ოჯახთან ერთად კიდევ მოხვალ ჩვენთან სიტყვების თამაში და კიდევ ვითამაშებ და კიდევ გნახავთ. ნახევარ ფინალში. დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა ანის, რომელმაც ესე კარგად ითამაშა, არავისთვის ტოლი არ დაუდია, მაგრამ თამაშია და აი ამ ერთგულიანი სხვაობის გამო ვთქვით
ჩუქნით აი ამ არ მოიწყინო, ხო? არ მოიწყინო, ესეთი არის თამაში. ესეთი არის თამაში. აი ამ ვაუჩერს, რომელთაც შენ არჩევ წიგნებს, საყვარელ წიგნებს, გეტყობა რომ წიგნი ძალიან გიყვარს და საჩუქრად საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეს შენ. ძვირფასო მეგობრებო, რაც დრო გადის, მით უფრო მეტია სიხარული და მით უფრო მეტია წენა. იმიტომ რომ გულშემატკივრობაა და დაძაბულობა სიტყვების თამაშის და განაპირობებს ყოველივე ამას. შესაბამისად, დიდი სიხარულით ვულოცავ მარიამს და დიდი მწუხარებით და ამავე დროს სიხარულით რომ ჩვენ ვითამაშეთ ერთად სიტყვების თამაში, ასე ვთქვათ, მადლობას მოვახსენებ არის. აი ამ განწყობით, ამ შერეული განწყობით, გემშვიდობებით ყოველ შაბათ და კვირას ვიყურებთ 11 საათზე მომავალ სიტყვების თამაში.